მოგესალმებით. მე გახლავართ იოსები, ბუჩიკ სასტუმროს მენეჯერი და დღეს განვიხილავ სასტუმროსთვის ყველაზე მძიმე თემას. ეს არის პრეტენზიული სტუმარი სასტუმროში. თუმცა, ჩემთვის პრეტენზიული სტუმარი არის ბევრად საინტერესო და ყოველთვის ვინტერესდები, რაში მდგომარეობს მისი პრობლემა. პირველი პრობლემა წარმოიშვება იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ძალიან სხვა მოლოდინების იმ კონკრეტულ სასტუმროსთან დაკავშირებით, სადაც ის მიდის. და ეს ხდება რატომ მე აგიხსნით. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუმარი, როდესაც უკვე აკეთებს რეზერვაციას სასტუმროში, უმრავლესობა სტუმრებისა არ ეცნობიან ინფორმაციას. თუ სად მდებარეობს სასტუმრო, გარშემო რა არის, რა პირობებს ვთავაზობთ, რა სერვისები გვაქვს, საუზმე რომელ საათზეა, გვაქვს თუ არა რამე დამატებითი ტურები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ინფორმაციებს, როდესაც არ ეცნობიან, მერე ხდება ის, რომ რა თქმა უნდა, სტუმარს აქვს ძალიან დიდი პრეტენზია. და ეხლა მე თქვენ აგიხსნით და მოგიყვებით იმ პატარა გამოცდილების შესახებ, რაც მე მაქვს რა სასტუმროსთან მიმართებაში, რომ სტუმარს მოუგვაროთ პრობლემა. პირველი არის ის, რომ სტუმარს ვუსმენთ ბოლომდე და ვამთავრებინებთ თავად აზრს, რომ გადმოგცემ და გავიგოთ არსი თუ რაში მდგომარეობს მისი პრობლემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც სტუმარი საუბრობს, არ ჩავერიოთ მეგობრებო, დავამთავრებინოთ სტუმარს აზრი და შემდეგ უკვე გამოვიყენოთ აი ესეთი მხარდასაჭერი ფრაზები რა, რომ ჩვენ გვესმის მათი, რომ ჩვენ ძალიან უწუხართ, რომ ესეთი დისკომფორტი შეექმნათ და ჩვენ ძალიან მალე აღმოვხვით იმ პრობლემას, რომელიც მას აწუხებს. შესაბამისად, მე უკვე გადავდივართ ქმედებებზე. ქმედებები რა შეიძლება იყოს? პირველი, მაგალითად, ოთახის გადანაცვლება, შევთავაზოთ სტუმარს ყველაზე ძვირადღირებული ოთახი, რომელიც არის სასტუმროში, უმშვენიერესი ხედებით. შევთავაზოთ, როდესაც ის სასტუმროდან წავა, რომ ტრანსფერი, ანუ აეროპორტში ტრანსპორტირება გავუკეთოთ უფასოდ. შევთავაზოთ ასევე მინიმალური, მაგალითად, ღვინო, ნამცხვარი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება რომ მოვიფიქროთ, რომ სტუმარი დავაკმაყოფილოთ. ეს უკვე დამოკიდებულია თვითონ მენეჯერზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. პირველ რიგში უნდა ვნახოთ სტუმარი ვიზუალურად როგორია, უნდა გავიგოთ მისი ფსიქოტიპი, თუ როგორი ადამიანია და რაც მთავარია, არასდროს სტუმართან არ უნდა აბწიოთ ტონი, იმიტომ რომ ის არის სტუმარი. თუმცა აქვე არ დაგიმალავთ, მე მქონია შემთხვევები, როდესაც სრულად გამოვსულ ვარ მდგომარეობიდან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვამჯობინებ, რომ იმ მომენტში გავჩუმდე, ან ცოტა ხანი გავერიდო იმ სტუმარს, რომელიც არის აღელვებული და აღშფოთებული მესაუბრება და შესაბამისად მე უკვე დამშვიდებულზე მოვუგვარო პრობლემა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ გავიგოთ სასტუმროს მომსახურე პერსონალმა, მენეჯერმა, ყველამ, რომ ის არის სტუმარი. ფრაზას, რომელიც გვეუბნება, რომ სტუმარი არის ყოველთვის მართალი, პირადად ჩემი აზრით არ არის მართალი. იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც მოდიან სასტუმროში ისეთი სტუმრები, რომ სრულიად არაადეკვატურ რაღაცებს ითხოვენ, რაც არის წარმოუდგენელი, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ. თუმცა ამ შემთხვევაში სტუმარს უარით არ ვისტუმრებ და ვეუბნები ესეთ რაღაცას. ბევრი ვეცადეთ, თუმცა არ გამოვიდა. ანუ ფრაზებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მიწოდებას აზრის, თუ როგორ გადასცემს სტუმარს აზრს, რომ ის არ გააღიზიანო. ძალიან ბევრი რაღაცა, ყოფილა ისეთი, რომ რასაც ფიზიკურად ჩემს ძალებს აღემატებოდა და ვერ გავაკეთებდი, მაგრამ ძალიან კონკრეტულ შემთხვევებში ძალიან სხვანაირი ტონით, თბილად მოქცევით, თბილად მიდგომით და ასე შემდეგ სტუმრისთვის პრობლემა მოგვიგვარებია. თუმცა არსებობენ სტუმრები, რომლებსაც რაც არ უნდა გაუკეთო, ვერაფრით კმაყოფილს ვერ დატოვებ, არიან ყოველთვის ცუდ ხასიათზე, არ გიღიმიან, არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ გესალმებიან და მოკლედ ასე შემდეგ. ძალიან ბევრნაირი სტუმარი არსებობს, რა თქმა უნდა, სასტუმროში, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პირველ რიგში მოусმინოთ სტუმარს, გავიგოთ მისი პრობლემის შესახებ, არ გავაწყვეტინოთ აზრი, დავამთავრებინოთ, გამოვიყენოთ ფრაზები, რომ ჩვენ ძალიან ვწუხართ, რომ ჩვენ მისი გვესმის, რათა სტუმარმა იგრძნოს, რომ
მის პრობლემას ნამდვილად უსმენენ და რომ სასტუმრო ცდილობს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. დამიჯერეთ, ასეთ შემთხვევაში ეს პრეტენზიული სტუმარი შეიძლება გადაიქცეს სასტუმროსთვის ყველაზე სასურველ სტუმრად. ასე რომ ეს ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ ტონზე, ჩვენ მიდგომაზე, რაც უფრო მეგობრულები ვიქნებით მეგობრებო, სტუმრებთან მიმართებაში, მით უფრო მომგებიანი აღმოჩნდება ეს ყველაფერი ჩვენთვის, სასტუმროსთვის, სასტუმროს პერსონალისთვის და ასე შემდეგ. ეხლა მე მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, აი ეს პრეტენზიულ სტუმრებთან როგორ რეაგირებთ, ან პირველი რას აკეთებთ, როგორ მოქმედება გაქვთ, რას ახორციელებთ, ვის ავალებთ ამ პრობლემის მოგვარებას და აი ეს ყველაფერი რო გამიზიაროთ კომენტარებში, მე ძალიან გამიხარდება და ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის, რომ მოვისმინო ეს ყველაფერი. ეხლა კი დაგემშვიდობებით მომავალი თემის განხილვამდე. ნახვამდის.